5000 წლის წინათ. ყველაზე მშვენიერი ბიჭი მოევლინა დედამიწაზე და ვრინდავანის მშვენიერი მიწა თავის სახლად აქცია. მან თავისი ნეტარი ბავშვობის მთელი წლები აქ გაატარა და ვრინდავანის მკვეთრთა გულებს სიყვარული თავსებდა. მათთან ერთად ის საოცარ გართობებს ასრულებდა და მომხიბლავი ტყეების მტვერში მან თავისი ლოტოსის ფეხების კვალი დატოვა. ამ ქვაფენილიან ქუჩებში, მშვენიერ კორომებში, მეგობრულ სახლებში და იამუნას თვალწარდაც ნაპირებზე მისი საყვარელი გართობების ისტორიებია. ისინი ჩაწერილია ინდოეთის ანტიკური სანსკრიტის ფორმაში ბჰაგავატა პურანას სახით. ამ მოთხრობებმა აღაფრთოვანა მკითხველთა თაობები და განსაკუთრებული ადგილი დაუტოვა პატერა კრიშნას სიყვარულს მათ გულებში. ბოროტო კალიავ, მე გდევნი შენ ამ წყლებიდან. ამ ლამაზი ნაპირების სიმშვიდისა და სიხარულისთვის. შხამი, რომელიც შენშია, შენს გონებას ბინდავს. ამიტომაც შენი კბილები ფატალურ საფრთხეს წარმოადგენს. ახლავე წადი და არასოდეს დაბრუნდე.
ბალარამა? არ უთხრა დედას, არა. კრიშნას შენთვისაც მოაქვს კარაქი. რას აკეთებ, კრიშნა? ეს ხარბი ბიჭი იპარავს კარაქს და არა მე. კრიშნა არ არის ხარბი. მე მას კარაქი იმისთვის გამოვართვი, რომ თქვენ მოგცეთ. ო, კრიშნა, შენ ყველაზე ტკბილი პატარა ქურდი ხარ მთელ მსოფლიოში. ჩვენი დედები გვიყურებენ ეხლა, კრიშნა. ახლა არ შეგვიძლია მოვიპაროთ მათი უგემრიელი სირძე და კარაქი. ჩვენ შეგვიძლია მოვიპაროთ. როგორ ცხბო? ნანდა მაჰარაჯ, მოდი და ნახე შენი ფულადი ბიჭი. კრიშნას დასჯას აპირებ, მამა? როგორ შემიძლია დავსაჯო ის, ვინც ყველას ღიმილს იწევს? რა საყვარელი შვილები გყავს, ნანდა მაჰარაჯ? და ბალარამა ისეთი მშვენიერია, როცა ის ფუსფუსებს. სანამ ერთის მხრივ ვრინდავანში ბედნიერი სიცილით ტკბებოდნენ, მეორე მხრივ მათურაში კამსას ბატონობით იტანჯებოდნენ. ასე უნდა ემსახურო მეფეს? როგორ გაბედე მჟავე ხილის მორთმევა? სად ხარ? როდემდე მომექცევი ასე ჩემო სიკვდილის ანგელოზო? არა. მე არ უნდა დავმარცხდე. გიპოვი და ფეხქვეშ გავიჭყლიტაო. თელს მსოფლიოში დავიწყებ შენს ძებნას და გიპოვი. გაგიჟდი? ავად გახდები ტალახის ჭამით. არა, არ გადაყლაპო და გადმოაფურთხე. ო, არა. დედები გაგვიბრაზდებიან ტალახის ჭამის ნებას თუ დაგრთავ. ჩემი ბრალი არ არის. რა არ არის შენი ბრალი? თუ კრიშნა ავად გახდება. მე მას უთხარი არ შეეჭამა ის. ეს მართალია? ტალახი ჭამე? ტყუება, მისი პირი ნახე. ჩემო ძვირფასო პატარა კრიშნა. ვერ ხედავ შენი ძმა როგორი აღელვებულია. რატომ შეჭამე ტალახი? დარწმუნებული ხარ, რომ მან ტალახი ჭამა, ბალარამა? კი, ერთადერთი გზაა, რომ დავრწმუნდე თამაში.
კრიშნა, თუ სიმართლეს ამბობ, გააღე პირი და მე ვნახავ. გონი რაღაც მეჩვენება. მან რაღაც დაინახა კრიშნას პირში. მან ტალახი შეჭამა. მე მთელი სამყარო დავინახე. მზეები, პლანეტები, ოკეანეები, მთები. მე ეს ყველაფერი მის პირში დავინახე. ფიქრობ, გონება მეკარგება. არა, შენი გონება წესრიგშია. ჯერ კიდევ არ გაგიცნობიერებია, რომ კრიშნა განსაკუთრებულია? მის პირში მე შენ დაინახე ის, რასაც ჩვენ ყველა ვხედავთ. ვხედავთ კრიშნას, რაც შეუძლია. გახსოვს ფრუცელა? ხილი, გემრიელი ხილი ვრინდავანის ტყეებიდან. ხილი. რა კარგი სუნი აქვს მანგოს, კრიშნა. ერთი კალათა მარცვლეული იქნება საკმარისი თქვენი ხილისთვის, ქალბატონო. რა თქმა უნდა, ნანდა მაჰარაჯი, თქვენ ყოველთვის გულუხვი ხართ. კრიშნას ხილი უნდა. არიტირო, პატარა კრიშნა. ეს საკმარისზე მეტია ჩემი წვნიანი ხილისთვის. ნუ თუ ეს შესაძლებელია. ეს ვიშნუს წყალობა უნდა იყოს. მაგრამ ეს არ იყო ვიშნუ, ვერ ხედავ ძვირფასო იაშოდა. ეს კრიშნამ გააკეთა. მაგრამ როგორ შეიძლება უკიდეგანო მთელი სამყარო მოთავსდეს ჩვენი პატარა კრიშნას პირში? გააღე პირი, პატარა ცელქობიჭო. ხედავ, ტალახის მეტი იქ არაფერია. ვიცი, რაღაცებს ხედავდი. გონება მერევა. არა. ეს მხოლოდ შენი შვილის მისტიური ძალაა. ახალდაბადებული კრიშნა ისეთ საოცარ რამეებს ჩადიოდა, რომ ზრდასრულებიც ვერასოდეს შეძლებენ იმის გაკეთებას. წამოდით. იმედი მაქვს ადამიანების შვილების მიმართაც ასეთი დაუნდობელი ხართ. ვინც არ უნდა იყო გამოჩნდი, ვიდრე მსხვერპლად შეგწირი. მეფე კამსავ. მე თქვენი შესაძლებლობები მჭირდება, ბოტანა. მიწინასწარ მეტყველეს, რომ დევაკის მერვე შვილი მომკლავს. პირველ შვიდს სინათლე მოეფინა, მაგრამ მერვე არის ჩემი სიკვდილის ანგელოზი. გიბრძანებ მოკლა ყველა ბავშვი, რომელიც ბოლო 10 დღის განმავლობაში დაიბადა. იმის გამო, რომ დარწმუნებული ვიყო, რომ ჩემი სიკვდილის ანგელოზი მათ შორის იქნება. მხოლოდ მას, ვინც პუტანას არ იცნობს, უბრძანებდა მას ამ ბოროტის საქმის ჩადენას. რადგანაც პირიქით ის შეგევედრებოდათ თქვენ ამის გაკეთებას თავის სიამოვნებისთვის.
სად არის ჩემი შვილი? სად არის ჩემი შვილი? სად არის ჩემი შვილი? ნახე ნანდა იესოდას ახალდაბადებული შვილი კრიშნა. რა ღვთაებრივად მშვენიერია ის. ისეთი ნეტარება ვიგრძენი მის სიახლოვეს, რომ გული კი ნახამ შემიწუხდა. ჯერ კიდევ პაწაწინაა და მის მზერაში ასეთი დიდი მისტიური ძალა. კრიშნა მართლა ანგელოზია. კრიშნა? ანგელოზი? ამდვილად სწორედ ის არის. მაგრამ თუ ის ისეთი ძლევამოსილია, როგორცაც ამბობენ, ის ასევე საშიშიც უნდა იყოს. მე მისთვის უნდა მოვემზადო. დიახ, შენი შხამის სწორედ ის არის, რაც მე მჭირდება. კამსას სიკვდილის ანგელოზი საფრთხეში ჩავარდება, როდესაც ჩემს შხამიან რძეს დალევს. ამ სოფლის მაცხოვრებლები ნამდვილად შეუტევენ დემონს, რომელიც შეაშინებს ბავშვს, ვინც ასეთ ძალიან უყვართ. მაგრამ შეუტევენ ისინი მშვენიერ ქალს. სად ცხოვრობს ბავშვი, რომელსაც კრიშნა ჰქვია? გმადლობთ. ის ალბათ ბედის ქალღმერთია. ალბათ. ასეთი მომხიბვლელი ჯერ არავინ მინახავს. თქვენ სამი სამყაროს ქალღმერთი ხართ. თქვენ კრიშნასთვის თქვენი წყალობის მოსაცემად მობრძანდით? ვინ ბრძანდებით? ჩემს სახლში რისთვის მობრძანდით? მე ზეციური არსება ვარ, რომლის რძეც უკვდავებას მიანიჭებს თქვენს კრიშნას. ეს ბავშვი ისეთი ძლევამოსილია, მას მთელი სამყაროს განადგურება შეუძლია. ყურადღებით უნდა ვიყო და უნდა მოკლა ის, მანამდე ვიდრე ის თვითონ მომკლავს მე. თუ ის დედა პარვატია, მატერიალური ელემენტების ღვთაება. ის ნამდვილად ზეციური არსებაა, რომელიც ჩვენი ძვირფასი კრიშნას დასალოცად მოვიდა. აი ასე კრიშნა, მთლიანად დალიე. და შემდეგ ჩემი პატარა ანგელოზი სამუდამოდ დაიძინებს. შეჩერდი. არა. მე სიცოცხლეს მართმევ. სად არის კრიშნა?
შეხედე, აი იქ არის. ხედავ იაშოდა, შენი საყვარელი კრიშნა ყოველთვის საოცარი ბავშვი იყო ვრინდავანში. ო, ჩემო საყვარელო კრიშნა, როგორ შემეპარაოდეს მე ეჭვი, რომ შენ ყველაზე საოცარი ბავშვი ხარ მთელ სამყაროში. ვიცოდი, რომ ამ მოღალატ დემონს შეეშინდებოდა ჩემი უმნიშვნელო გამოწვევის. დრონა ვარ და მგონი რაღაც ჭორი გაიგო. რა ჭორი? მე ვიფიქრე, რომ უდანამ ყველა ახალშობილი მოკლა გარდა ერთისა. სწორედ ეს ბავშვია ჩემი სიკვდილის ანგელოზი. თუ ამ კუდიანმა დემონმა ვერ შეძლო მისი მოკლა, ის იმსახურებდა სიკვდილს. მე დრინა ვარდა ვარ. შენ ლოტოსის ყვავილის ფორმის დემონს შეგიძლია ჩემი სიკვდილის ანგელოზის მოკლა? თუ გქონია რომ სულელი დემონი ვარ. მე ყვავილი არ ვარ. მეფე კამსავ. მე ჯადოქარი ვარ, რომელიც მას დაატარებს. საკმარისია. მე მოვედი მეფეო. იპოვე ჩემი სიკვდილის ანგელოზი და მოკალი ის. ეს ანგელოზი ძლევამოსილი ანგელოზი უნდა იყოს. რადგან თავად მეფე კამსას ეშინია მისი. ის ყველაზე ძლევამოსილია. მე მოვიტაცებ ამ ძლევამოსილ ბავშვს, როგორც ტორნადო იტაცებს ხოლმე პატარა ყლორტს. იმედი მაქვს მართალს ამბობ დრინა ვარდა. მე ამის ისე დიდი იმედი მაქვს. კრიშნა, საყვარელო, გთხოვ, განაგრძე სალამურის დაკვრა. შენი ტკბილი მუსიკა ჩემს მძიმე შრომას სიხარულით ავსებს. სალამური არა. რძე. მე რძეს არ მომზადებ, ჩემო პატარა ანგელოზი. ძროხები გვაძლევენ რძეს. მე კარაქს ვთხოვებ. რძე. რძე. შენ ჩემთან გინდა? ჩემი ძვირფასი მშიერია. მშიერი. შენ შეგიძლია იმდენი რძე მიიღო, რამდენსაც შენი პატარა მუცელი დაიდევს. ამ წუთას დაბრუნდები, ჩემო საყვარელო. დედა. დედა.
ბუდიში რომ შეგაწყვეტი. ო, კრიშნა. იცი რომ იმალები, მაგრამ ნუ გეშინია ჩემო საყვარელო პატარავ. მე არ დაგსჭი ჩემი კარაქის ქოთანი რომ გადეხე. ბიჭებო, ხომ არ დაგინახავთ კრიშნასაც წავიდა. დაბრუნდი აქ. წადი. შეგრძნება მაქვს, რომ ძლიერი არსება იმყოფება სადღაც. იქ არის ჩემი პატარა ანგელოზი. ჩვენ დაგეხმარებით შენი პატარა კრიშნას მოძებნაში. გავიგე რომ შენ უდიდესი ჯადოქარი პუტანა მოკალი. მას შემდეგ რაც მან მოწამლული რძით გამოკვება. მე შენთვის ბევრად უფრო მეტად სასიკვდილო რამ მაქვს. ვიდრე რძე. იპოვეთ ის. ყველგან დავძებნეთ. შეხედეთ, კრიშნა. დასრულდა? არა, ჯერ არც დაწყებულა. გინახავს ბუდიდან როგორ ვარდება კვერცხი და ენერცხება მიწაზე? შენ სულ მალე გეცოდინება რა შეგრძნებაა ეს. კრიშნას ნამსხვრევებად ვერ აქცევ.
როგორ არის შესაძლებელი? You're safe. ვადარჩი, ჩემო ტკბილო კრიშნა. დედა, Oh, Krishna. Krishna. You're safe. კრიშნა, now, ეხლა Krishna. შენ უსაფრთხოდ ხარ, დემონი მოკვდა. Oh, Krishna. ო კრიშნა, შენ ნამდვილად მთელი სამყაროს ბედნიერება ხარ. სეზონებისა და დროის გასვლასთან ერთად კრიშნა იზრდებოდა. ის იზრდებოდა როგორც ვრინდავანის საყვარელი ცელქი ბიჭი. ეს სახალისოა. ამ შვენიერი ხილის დიდ კალათას შევაგროვებ, როგორც განსაკუთრებულ საჩუქარს ნანდა მაჰარაჯასთვის. კარგად მოგიფიქრებია, სუბალა. შეხედეთ მათ ჰუმანგალი რა მძიმედ შრომობს. ის თავის თავს უამრავ განსაკუთრებულ საჩუქარს უკეთებს. მე უბრალოდ ამის გარდა არაფერზე ფიქრი არ შემიძლია. სუბალა, შენ სიმსახურებ, რომ ცოტა წაიძინო. კარგი იდეაა, ძმაო, მე ამის მომხრე ვარ. მაგრამ, კრიშნა, მე ჯერ არ დამისრულებია. ამას მე გავაკეთებ, სუბალა. ო, მოусმინეთ კრიშნას სალამურის ტკბილ სიმებს. ცეკვა მინდება. წამოდი, ლალიტა, წამოდი, ვიშაკა. სწრაფად წამოდით, ნახეთ კრიშნა რას აკეთებს. რათა? მოდი წავიდეთ და დედა იეშუას უთხრათ კრიშნა რასაც აკეთებს. მოდი წავიდეთ. მოდი წავიდეთ. ვაუ, შეხედე მთელ ამ ხილს. ეს აბსოლუტურად გასაოცარია. ეს ხილი ყველაზე დასარიგებლად არის საკმარისი. დიახ, ნეტა ეს როგორ მოხდა?
ეს შენ მოახდინე სასწაული დათილოფა. თაყვანისცემა დათილოფას. ნახე დედა პრაფავატი რას აკეთებს. ნახე კარაქი. რა იყო ეს? წადი აქედან მხეცო. უნდა გავიხსენო, რომ კარი ყოველ ჯერზე დავკეტო. იამუნას ამხარეს მაიმუნებისგან დაცული არაფერია. რა თქმა უნდა, არც იაშოდას კრიშნასგან. ეს პატარა უნავარე სწორედ სახლში უნდა იყოს ახლა, მაგრამ ერთ წუთში ხედავ, რომ საუკეთესო კარაქი უჩინარდება. ის ისეთი მშვენიერია მოცისფრო შეფერილობით და მშვენიერი სახით. სულ მინდა რომ გულში ჩავიკრა. ის ანგელოზია ნამდვილად. მაგრამ ათი ის მეტად ვეღარ მომატყუებს. ახლა რა ვქნათ? იცით დედა პარვატიმ უგემრიელესი იოგურტი მოთხვება და ჭერზე ჩამოკიდა. და იმას გეუბნებით, რომ უგემრიელესი თოვლივით ქათათა ქოთანში. კრიშნა, ამას ნუ აკეთებ. ვეღარ ვითმენ. კრემისებრი მბზინვარე როგორც მარგალიტი და ფაფუკად დნება, როცა ენაზე მოთავსდება. იხართ მანდ. მართლა გემრიელი კარაქი ჩანდა. არა დადი. შენ არა, შენ საკმარისად ჭამე დღეს კრიშნა. შემიძლია როდესმე კარაქით დავნაყრდე სუბალა. მე სუბალას დიდი სიამოვნებით დავეთანხმებოდი, მაგრამ ჩემი მუცელი შენ გეთანხმება კრიშნა. მაშ რაღაც ველოდებით. ისე მიდიან. მაგრამ როგორ შემიძლია მთელი ამ ხიარულების გამოტოვება? წადი აქედან შეპატარა ქურდო. კრიშნა, სად გაუჩინარდა მთელი ეს ძვირფასეულობა? ეს მისია უდიდესი დამარცხებაა. სუბალა მართალია, მათ ის იქ დამალეს, სადაც მარცვლეულს ინახავენ. მოდი წავიდეთ, სანამდე ისინი დაბრუნდებიან. დაივიწყე ის. შეუძლებელია იქამდე ასვლა.
შეუძლებელი არაფერია, როცა გვერდით კრიშნა გყავს. და ამჯერად რას გეკმავ კრიშნავ? მე ნებისმიერი რამის გაკეთება შემიძლია, როცა ასეთი დიდებული მეგობრები მყავს გვერდით. ამჯერად შენი წითელხელება კრიშნა გამოვიჭირე. მან ქოთანი გატეხა და კარაქი მოიპარა ჩემს სახლში. მიუხედავად ჩემი მცდელობისა, რომ მაღლა დამეკიდა. აღარ მინდა ამის სახის დანახვა და დავივიწყებ ჩემს სამგელოს. არის სამსამყაროში ვინმე, რომელიც გაუძლებს ამის მშვენიერების ხიბულს. ასე რომ ხელი ჩავჭიდე და ქარივით გამოვიქეცი, ვიდრე დამატყვევებდა მისი მშვენიერებით. ხელში ავიყვანდი და ვაკოცებდი. ძვირფასო ბრაფა. ვიცი, კრიშნაზე გაბრაზებული ხარ. ვიცი, გინდა რომ დავსაჯო მისი სიცოცხლის გამო, მაგრამ შენ არ გჭირდება რაიმეს გაკეთება, რომ ამაში დამარწმუნო. შენ არ მითხარი, კრიშნა მომეყვანა თუ ჩემთან შემოიპარებოდა ისევ. მე ის ჩემს ხვანში დავიჭირე და ახლა მთლიანად შენს განკარგულებაშია. ო, ბრაფავატი, საბრალო. ჩემს ბიჭზე ასეთმა ფიქრებმა შენი გონება დაბინდა. იცი, შენ ახლა ვინ მომიყვანე? ვინ მოგიყვანე? ჩანდრა? აქ რას აკეთებ? დედა. ხედავ, ბრაფავატი, ეს შენმა შვილმა ჩაიდინა ყველაფერი. როგორ ხარ ტვინში ჩაგებეჭდა, რომ ეს ყველაფერი კრიშნამ მოიმოქმედა? საბრალო, საყვარელო, წამოდი დაჯექი. რამეს ცივს მოგიტან. ისეთი ანერვიულებული ხარ. ჩანდრა, დედა ასე არ უნდა გააბრაზო. ხედავ, როგორ გაანერვიულე? მე ხელით კრიშნა მომყავდა. დავინახე, რომ ის კრიშნა იყო. ხელგზაზე კრიშნა მომყავდა ხელით. როგორც ლოტოსი გრილი დილის ნამში. მაგრამ ჩანდრა, როგორ დავინახე, რომ ეს კრიშნა იყო? დავინახე, რომ ეს კრიშნა იყო. დედა, შენ ყველა ხალხში უნდა გამოიცნო შენი საკუთარი შვილი. ასე უცნაურად რატომ იქცევი? შენ საკუთარ შვილს სხვა ბავშვისგან ვერ არჩევ? კრიშნა, დედა ბრაფავატი. მე კრიშნა ვარ, მეფე ნანდასა და დედოფალ იაშოდას შვილი. კრიშნა, ეს შენ ხარ თუ ეს ჩემი ჩანდრაა? ო, დედა ბრაფავატი, დღეს მე თქვენ ძალიან მკაცრად მომექეცით. დედასთან ქურდივით წამიყვანეთ. მე უბრალოდ თქვენი მშვენიერი კარაკი გავსინჯე. თელს ვრინდავანში თქვენს კარაკზე უკეთესი არ მოიძებნება. მაგრამ მე უბრალოდ მეჯერ ასეთი რამე არ გამიკეთოთ, ძვირფასო დედო. მეც შენი პატარა ბიჭი ვარ. კიდევ ასეთ რამეს თუ გამიკეთებ, ხელში ჩანდრას მაგირად თქვენი მეუღლის ხელი გეჭირებათ. და ეს ნამდვილად გახდება მთელი ვრინდავანის სასაცილო.